მოგესალმებით ძვირფასებო, კიდევ ერთხელ მოგილოცავთ ჩვენს დღეს 8 მარტს, გისურვებთ სილამაზეს, ულევს სიხარულს, ბედნიერებას, საკუთარი თავით კმაყოფილებას, საკუთარი თავის სიყვარულს, დაფასებას. ჩვენ ხო ვიცით, როგორც ვაფასებთ და გვიყვარს საკუთარი თავი, ასევე იქცევიან ჩვენს მიმართ გარშემო მყოფებიც. მე კი გეტყვით, რომ ერთ-ერთი ჩემი ერთგული მაყურებლის თხოვნას ვითვალისწინებ და მისი თხოვნით გაგიშლით თემას, რა ხდება ჩაფიქრებული ადამიანის დუმილის კედლებს მიღმა. მე კი შეგახსენებთ, რომ როგორც დაგპირდით მარტის თვეში, გექნებათ ფასტა კლება პირად გაშლაზე. კარგით, მეგობრებო, განვიხილოთ. მაშინ ახლა ვინ არის ეს ადამიანი, ვინც თქვენ ჩაიფიქრეთ? ვინ არის ის ადამიანი, ვინც თქვენ ჩაიფიქრეთ? რა გაკავშირებთ ამ ადამიანთან? ვინ ხართ მისთვის თქვენ? ვინ ხართ მისთვის? და თქვენთვის ვინ იყო ეს ადამიანი? პირველ რიგში ვნახოთ ამ ადამიანის სიგნიფიკაცია. ყურადღებით მოусმინეთ სიგნიფიკაციას. თუ ჩათვლით, რომ დაემთხვა სიგნიფიკაცია, მხოლოდ მაშინ გააგრძელეთ ყურება, მეგობრებო, რადგან ეს არ არის პირადი გაშლა, გახლავთ საჯარო გაშლა, ძალიან ბევრი ენერგიები ტრიალებს, ამიტომ შეიძლება ყველაზე ვერ რეზონირდეს. მაშასე, ვინაა ის ადამიანი, ვინც ჩაიფიქრეთ? ადამიანი ინიციატივიანი, ადამიანი, რომელსაც მუდმივად სურს სიახლეები, რომელიც ისწრაფვის თავისი სიახლეებისკენ, ახალი იდეებით სავსე ადამიანი, რომელიც მუდამ მზად არის, რომ გადაეშვას სიახლეებში. საკმაოდ ქარიზმატული ადამიანი გახლავთ, საკმაოდ ცეცხლოვანი, დაუდეგარი, მოусმენარი და დავამატებ კარტს. ადამიანი, რომელიც შეიძლება თქვენ გაიცანით სამსახურეობრივი სამსახურში, ან გაიცანით მეგობრების წრეში, შეიძლება ადამიანი, რომელიც ღიად არ გამოხატავს თავის გრძნობებს და ცოტა ძუნწიც კი აქვს გრძნობების გამოხატვაში, ემოციების გამოხატვაში. ხო, სამიანი პენტაკლები რას ნიშნავს? ადამიანი, რომელიც თლად გახსნილი არ არის, ცოტა ეჭვის თვალით უყურებს, აკვირდება ყველას და ყველაფერს და მხოლოდ მას შემდეგ იხსნება იმ გარემოში თუ ურთიერთობაში, სადაც არის ადამიანს ძალიან ბევრი რამ აქვს გამოვლილი და როგორც ჩანს, წარსულმა გამოცდილებებმა ამ ადამიანს ძალიან ბევრი რამ ასწავლა, ამიტომ ეს ადამიანი გახდა ცოტა ჩაკეტილი, ერთგვარ ბარიერებს აღმართავს ადამიანებს მიმართ, შეიძლება თქვენს ურთიერთობაშიც რაღაც ზღვარი ქონდა, რის იქითაც გადაბიჯების საშუალებას არ გაძლევდათ. მოკლედ ასეთი გახლავთ თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი. ახლა ვნახოთ, რა ურთიერთობა იყო. გასაგებია, რომ აქ შეჩერებული ურთიერთობა, ამიტომ ეს კითხვიდანვე გამომდინარეობს, რა ხდება დუმილის კედლებს მიღმა, ესე იგი, რაღაც ამ პაუზას ეხართ, ან გაჩერებულია ისეთ სიტუაცია, ან აქ მიჩვენებს, რა ხდება თქვენ შორის, რომ არის დიახ გაჩერებული, თუმცა ეს ურთიერთობა საკმაოდ რთული იყო ალბათ, იმიტომ რომ
კარმული ურთიერთობა მეგობრებო და ეს არასდროს არ არის მარტივი. შეიძლება ერთ-ერთ თქვენგანს დაკანონებული ოჯახიც გქონდათ და ვუყურებდეთ სამკუთხედს არ არის გამორიცხული, მაგრამ თქვენს შორის პაუზამდე იყო საკმაოდ აგრესიული საუბარი, ჩხუბსაც არ გამოვრიცხავ და საკმაოდ დიდი ბრაზის და ნეგატიური ენერგიებია თქვენს შორის. ნახოთ თქვენ რა გაკავშირებდათ ამ ადამიანთან. თქვენთვის თავიდან თქვენთვის ეს ადამიანი თითქოს სტაბილურობას ტრანსლირებდა, რომ თქვენთვის იქნებოდა სტაბილური ადამიანი, ემოციებიც თავიდან უფრო ჰქონდა ალბათ ვიდრე შემდეგ და მგონია რომ შეიძლება თქვენ ცოტა გვიან გაიგეთ, რომ ეს ადამიანი იყო დაოჯახებული და თავიდან არ იცოდით ეს ამბავი. შეიძლება პირიქით თქვენ იყავით დაოჯახებული. აქ მეგობრებო ისე მოდის, რომ ერთ-ერთ თქვენგანს გქონდათ და გაქვთ კანონიერი ურთიერთობა ამ ადამიანის. შეიძლება ამ მამაკაცს ჰქონდა და ყავს ოჯახი, რადგან თითქოს მამაკაცმა ვერ გააკეთა. აქ მოდის ისეთი ინფორმაცია, რომ ამ მამაკაცმა ვერ გააკეთა არჩევანი, რაღაც დილემის წინაშე დადგა, სადაც გადაწყვეტილება იყო მისაღები საჭირო, შეიძლება თქვენ ორს შორის და ამ მამაკაცმა, თქვენმა ჩაფიქრებულმა ადამიანმა ვერ მიიღო გადაწყვეტილება და ვერ გააკეთა არჩევანი. თუმცა ეს ადამიანი საკმაოდ ქარიზმატული ადამიანია, საკმაოდ გამოცდილი ადამიანია, რომელსაც აქვს თავისი საქმე, შემდგარი ადამიანია, მაგრამ თქვენთან ურთიერთობაში ასეთივე მყარი ვერ აღმოჩნდა ეს ადამიანი როგორც საქმეში. რა ვერ გააკერის არჩევანი ვერ გააკეთა. კი. კი მეგობრებო, ამ ადამიანს ნამდვილად ჰქონდა ბარიერები, რის გამოც ვერ გააკეთა არჩევანი და რასაც ელოდით მისგან ის არ მოხდა. კიდევ რა გაკავშირებთ ამ ადამიანთან თქვენ? ემოციები მეგობრებო, ემოციები. თავიდან მეგობრებო შეიძლება ცოტა ილუზიური განწყობა გქონდათ, თქვენ გქონდათ ალბათ დიდი მოლოდინები, მაგრამ მგონია რომ ამ ადამიანმა ეგოისტურად აირჩია თავისი თავი რაღაც მომენტში და აი ეს თქვენი ილუზიები დაიმსხვრა. კარგით, გადავიდეთ თავარ კითხვაზე. ცოტა მანიპულატორიც გამოდგა, ასე მგონია ეს მამაკაცი. გადავიდეთ მთავარ კითხვაზე. რა ხდება მისი დუმილის კედლებს მიღმა? რა ხდება მისი დუმილის კედლებს მიღმა? მეგობრებო, საკმაოდ უწევს თავის თავს დიდ წინააღმდეგობას, რომ კიდევ ერთხელ არ გამოვიდეს თქვენთან კონტაქტზე. ეს ადამიანი ძალიან დიდ ძალისხმევას იჩენს.
თავის თავში თრგუნავს აი იმ ემოციებს, აი იმ სურვილებს, თქვენთან მოახლოების, თქვენთან კონტაქტის სურვილებს და ემოციებს, თქვენი დაპყრობის სურვილი მას ნამდვილად აქვს, მაგრამ ის თავის თავში თქვენ არ იცით რის ფასად ახშობს აი ამ გამოძახილს. აი თავისი სურვილების გამოძახილს თავის თავში ახშობს ძალიან დიდი ძალისხმევის ფასად. კიდევ რა ხდება მისი დუმილის კედლებს მიღმა? ენატრება. მეგობრებო, ენატრება ის წარსული დრო, ის ლაღი დრო, როდესაც თქვენ სანამ ჩამოინგრეოდა აი ეს სიტუაცია თქვენ შორის, ენატრება, როდესაც გქონდათ ძალიან ლაღი და თავისუფალი ურთიერთობა. მგონია, რომ ამ მამაკაც თქვენთან ესეთი თავისუფალ ურთიერთობაში გულისხმობ, სტატუსის გარეშე, დაკანონებული ურთიერთობის გარეშე სურდა თქვენთან თავისუფალი ურთიერთობა და ამით გეტყვით, რომ ბედნიერი იყო. კიდევ რა ხდება? გავიგე მონატრება, გავიგე, რომ აი ამ მონატრებას ახშობს ძალიან დიდი ძალისხმევის ფასად. რა ხდება? კიდევ მისი დუმილის კედლებს მიღმა. რა ხდება? ენატრება ის ცეცხლოვანი ქალბატონი, შეიძლება აქ უმეტესი თქვენგანი ცეცხლის სტიქის ბრძანდებოდეთ, ვერძი, ლომი, მშვილდოსანი თუ არა და შეიძლება დაინტერესებული იყოთ ზოგიერთი თქვენგანი ეზოთერიკით. ენატრება გულწრფელი საუბრებიც კი თქვენთან. ენატრება ის ცეცხლოვანი მნებიანი ქალი და არა მხოლოდ ფიზიკური კონტაქტი, მას თქვენთან ის გულწრფელი საუბარიც ენატრება. თუმცა ამას არ ამჟღავნებს, გასაგებია. კარგით, თუ ასე ენატრებით, თუ ასე განიცდის, კითხოთ, გამოვა კონტაქტზე მაშინ. რას მოიმოქმედებს, კითხოთ, რას მოიმოქმედებს, თუ არა? მეგობრებო, ვერ გამოდის იმ ჭაობიდან, სადაც არის ეს ადამიანი. შეიძლება აი ამ ემოციების ფონზე ეს ადამიანი ახლა იმდენად ცუდად იყოს, რომ გქონდეს თავის ტკივილები, გქონდეს ასევე ისეთი დეპრესია, როდესაც ადამიანი სასმელში პოვებს შვებას. შეიძლება ფსიქოლოგიური პრობლემებიც გქონდეს. ის თავის თავს იმეტებს აი ასეთი დეგრადაციული ცვლილებებისთვის, ოღონდაც მან არ გამოხატოს ის ემოციები თქვენს მიმართ, რასაც გრძნობს. რაღაც მომენტში მსხვერპლად გრძნობს ეს ადამიანი თავს, იცით, ამ ურთიერთობაში. ასე ფიქრობს, რომ მსხვერპლია ამ ურთიერთობაში. არ ვიცი, მეგობრებო, თქვენ უკეთ იცით, მე ტარო რასაც ამბობს, იმას ვკითხულობ, ამიტომ ძალიან მაინტერესებს. გამოდით უკავშირზე, ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენად რეზონირებს ეს ვიდეო თქვენთვის. არ აქვს ამ ადამიანს იმის უნარი, რომ გამოვიდეს მოქმედებაზე და გამოვიდეს კონტაქტზე თქვენთან. ის ძალიან ცუდადაა. ფიზიკურადაც შეიძლება იყოს ცუდად, არა მხოლოდ სულიერად და ფსიქოლოგიურად. გამოვა კონტაქტზე. არა, მეგობრებო, ამჟამად მე ამ პროგნოზს 1 თვის ვადაზე ვშლი, ამიტომ გეტყვით, რომ ეს ადამიანი საკმაოდ
მძიმე ენერგიებშია, საკმაოდ დეპრესიული და ფსიქოლოგიური ფონი საკმაოდ ნეგატიური აქვს, ამიტომ ვერ გეტყვით, რომ ეს ადამიანი გამოვა კონტაქტზე. თუმცა გავარკვიეთ, რა ხდება მისი დუმილის კედლებს მიღმა. მე ყველას თქვენ ძალიან დიდ ბედნიერებას გისურვებთ. შეგახსენებთ, რომ გამოიწეროთ არხი, რათა არ გამოგრჩეთ ახალი ვიდეოები და კიდევ ერთხელ მადლობა, რომ ხართ ჩემთან, მადლობა, რომ მაძლევთ სტიმულს, რომ კიდევ უფრო მეტი ვიდეოები ჩაგიწეროთ, მადლობა, რომ თქვენ დიდი წვლილი შეგაქვთ ამ არხის განვითარებაში, დროებით გემშვიდობებით, საუკეთესო სურვილებით.